სახელმწიფო მამისაკენ და ძისაკენ სული საწმინდისა მეტყვა გადაძლევ გადახაროთ სულიერ ცივს და ძალა მოგწევ. Რომელი სახარება როგორც ყოველთვის გვამხნევებს და ამავდროულად მოძღვრავს ის ხმა და მომწონს ერთმანეთისაკენ რომ ადამიანების მარიამ მაგდალინელიძე ლაპარაკი ის რომელიცაც განსხვავებული 7 ეშმაკი 7 ეშმაკი გამოიყვანა მისი არსებობა სული სამშვიდობოს ხელოვნება მაცხოვრა ეს ახლა ჯერ ერთია სულის გამოძიება და ისიც ძალიან რთულია და დიდი წმინდა ენერგია უნდა და დიდი უცბად ასე შემდეგ 7-ის ეს მართლაც საოცრებაა მართლაც მაცხოვრის ეს მოწაფე მარიამ მაგდალინელი 7 ეშმაკისგან განათავისუფლა მან მთელი ცხოვრება მოძას სამადლებლად შეწირა ქრისტეს ყოველთვის დიდი წმენა გამოამშრომლა მარიამ მაგდალინელს იმიტომ რომ არარსებულისაგან რომელიც არ არსებობს რომელიც კურნალი არა რომელსაც ძალა არ აქვს რომელსაც არ შეუძლია გამოაგდოს ეს ბოროტი დემონური ძალა მას არავინ არ შეუძლია გამოაგდოს ესეც ვისაც არ შეუძლია არც ძალა აქვს არც სულიერი ავტორიტეტი აქვს არც სულიერი ხედვა არ აქვს არც სულიერი ღვთაებრივი ძალა არ აქვს ვერაფერს ვერ გააკეთებს და მართლაც მაცხოვრის ღვთაებრიობა ღმერთობა კიდევ ერთხელ წმინდები ჩვენ იმაში რომ მაცხოვრებელი ძეღთისა ცხოველისა კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა რომ ძეღთისა ის რომ 7 ეშმაკი გამოაძევა ადამიანის წარმოიდგინე რაღაცა ლეგიონზე არ ვლაპარაკობ გახსოვს ლეგიონი გამოაძევა 7 ეშმაკი ძალიან დიდი ძალიან დიდი წინააღმდეგობას უწევდა ადამიანს და ადამიანი ვერ აკეთებს ეს რაღაცა ეს ღვთის მარგი ახლა თვითონ მაცხოვარი გასაგებია რომ თვითონ მაცხოვარ შეუძლია ერთი სიტყვით განკუთვნოს და განიკუთვნო ეს გახსენებია რომ 7 ეშმაკი გამოაძევა მის ეს უდიდესი ღვთაებრივი სასწაული საქმედაც არ არის ადვილი ახლა წარმოის საფერა კიდევ უფრო ძნელია ერთი ბოროტი ძალის ვერ ხედავდა იმის ატანა და იმის ბრძოლის გადატანა და იმის ბრძოლის რომ წუდება ადამიანს და სანამდე ბოლო ძმარად აღმოაჩენს ყველაფერს და ერთ ასე ვთქვათ თეთრსაც არ დავუტოვებს ბოლომდე ისე რომ გადაახტენებს ამ შეშოვა შეგვიძლია წარმოიდგინოთ დამხედა რაღაცა ყველა მხრიდან რო ემწვის და საოცარი რაღაცაა ამიტომ ეს მკურნალი ძალა აქაც მაცხოვრის მსახურების მკურნალი ასპექტი ვიქნება რომ გამკურნა ამ მოეშვა განათავისუფლა ამ ყოველი მომისა სპეციალიზ ყველა ქრისტიანს გარდა იმისა რომ ანგელოზი ეჭება და ნაკლობაში უცებ ანგელოზი ეცამა მას იცავს 7 ნიჭიერი ჩემო სული წმინდისა 9 ნაყოფის გამოგრება ევალება მას აუცილებლად დაძნევს და შავსიაში ახავს უგია და კონცენტრირებს და მასზე ფიქსირდება ყურადღება ბოროტი ძალის დემონური ძალის რომელიც ყოველთვის ცდილობს ვერაძალებს ვერაიძულებს გადახრის მოუწოდებს და მუდამ სისუსტეს თუნამეს ნახავს და მით უმეტეს თუ ადამიანი მას პორტალს მიცემს და გაუხსნის ლაბირინთს აუცილებლად თავის საქმეს გაგიწევს იმიტომ რომ წმინდა ადგილი ის რაც ღვთის უნდა იყოს ღვთის ხატად არის შექმნილი ცარიელი რადოსაც თუ იქ არ არის სულისმინდა ძალა მადლი ღვთისა განგებოდებისა ის სხვადასხვა ძალა შეიძლება ეს ძალა შეიძლება რომელიც მომენტალურად წინააღმდეგობას უწევს და ამოხრობს ადამიანის განვითარებას მოხრობს უკეთებს მას ეს საოცარი საშინელი ძალა ამიტომ ეს ბრძოლები ჩვენს გვაქვს ყველას ეს მარტო მარიამ მაგდალინელიძე არის და შვიდი ბოროტი გამოაძევა ისე რამდენზე იყო რა ცუდად იყო წარმოიდგინეთ რა ცუდად იყო ესეთი ადამიანი 7 ეს დემონი ებრძოდა მას მისი მდგომარეობა უკვე ჯოჯოხეთური აუტანელი მდგომარეობა და მაცხოვრება ეს უცებ გადაჭრა მისი მდგომარეობა და გამოითავისუფლა მისი სული მაგრამ სამადლობელად მთელი ცხოვრება შესწირა მარიამ მაგდალინელმა სამადლობელად ღვთისა ამიტომ მადურია მოდებს საერთოდ მადურია მოდებს ღვთისა მუყვასისა და საერთოდ ანგელოზების ძალისა და საერთოდ ყველაფერს უმადური ადამიანების უყვას ადამიანს ოდელზარობას ცოდნა ადამიანის უმადური და ზეცას მithumetes pro ამუყვას და ზეცას pro წყლის ასე ვთქვათ უმადურობა გულისადკენ ყველაზე დიდი ცოდვა უმადურობა ხალხი მოძნებს მას და ხეს
და ესეც საოცარი ძალა ჩვენა მარიამ მაგდალენას და რომელსაც გასული 7 ეშმაკი წავიდა და უთხრება როგორ თხოვარი როგორ მაცხოვრის აღგონის შესახებ და რო არ წმენად ეს მომენტი როდესაც როცა არ წმენად უსაყვედურა მაცხოვრმა სტროგართონ და აყვედა უწყლობა და გულფიცხელობა მათი ასევე ყველაზე დიდი ცოდვა არის უწყლობა გარდა უმადურობისა და ასე შემდეგ ღალატისა და ასე შემდეგ უწყლობა რომ ყველა საბუთს ყველა ღვთაებრივ ბეჭედს იძლევა მაცხოვარი ისა რომ ვიცნობთ იგი როგორც ცოცხალი ღმერთი სრული ღმერთი სრული კაცი სრული ისტორიული დროში შემოსული როგორც განცხადებული მეუღლე სამმაგი მსახურება სამეუღლო საწინასწარმეტყველო და სამღვდელმთავრო მსახურება მაცხოვრებს ხო ამ შემთხვევაში წმენა ბადებს დაჯერებას იმისადაც ვერ ხედავ მაგრამ ხილულად მოვიდა რა და აღდგარი ეჩვენა მათ არ ყოფილა მიზეზი უწყლოების ამიტომ აყვედრა მათ მისცა შენიშნა როგორც გახსოვთ ემოუსის გზაზე მიმოვალთა მისცა შენიშნა ხოიო გუნდო და უცნობელო და ძიმენოგულითა ხო გახსოვთ უცნობელო ძიმენოგულითა ზუსტად გახსოვთ ხო ანუ უცნობელო და შეუცნობელო იმისა რაც იყო მაცხოვრის შესახებ ნათქვამი და ძიმენოგული გულის სიმძიმეზე ლაპარაკი აქ კიდევ არის ლაპარაკი გულფიცხელობაზე ანუ გულფიცხელობა რა არის გაჯიუტება გულის ხო ესე შეიძლება იყოს გულის გაჯიუტება გულის წინააღმდეგობას რო უწევს გული არის ესე იცის რომ რაღაცა იცის რომ ხედავს მაგრამ არა მაინც გაჯიუტებულად არა მინდა აღიჯერა მაინც არა ხედავს რომ ნამდვილად ესეა ხედავს რომ ქრისტემოვი და ხედავს რომ აღდგარი უფალია მასთან მაგრამ არა მაინც შინაგანი გაცემული ბუნება ეწინააღმდეგება გაჯიუტება გაქვალება გულის სიმძიმე გულისაც აქ ფაქტურად იხილება ფაქტურად დემონური ბაზა ადამიანის დემონური რობიტყვიან გენეზისი ადამიანში ჩადებული არის ამ ფუნდამენტზე როცა ადამიანის გული გაჯიუტებულია ღვთის წინააღმდეგ გაცნობიერებულად წინააღმდეგია ღვთისა ცხადად მის ღმერთს მაინც უარსეულობა კამუნიესმის ღვთისა კარებზე მისი გულისა მაგრამ მაინც აუღებს ჯიუტად გაფალებულია ჯიუტად ემალება ღმერთს არ უხებს კარს არადა იცის რომ ღმერთია იცის რომ უკაფუნებს მას ქრისტე მაგრამ გას კარებთან მაგრამ არა გაფიცხებული არ უღებს მაინც კარებს გაფიცხებულია გაჯიუტებულია გაცნობიერებულად უარყოფს და უარს ამბობს ქრისტეს ეს არის ფაქტიურად როცა ადამიანის გული დაივიწყებს გზნობიარობას დაივიწყებს ერთგულებას დაივიწყებს სიყვარულს და თანაგანცდას უფლისა მოძღვრისა რა თქმა უნდა თანა ძმისა დისა გაუყავდება და გულგრილობის სული წინამარგან ბაშუზო გულგრილობის სული ანტიქრისტეს სულია გულგრილობის სული ეს არის გენეზისი ადამიანში ანტიქრისტული ძალების სიცილე უნდობლობა ეჩვენებოდა და დაუნდობლობა სისასტიკებულისა რაც გავიარე ხო მეოცაულეში ეს არის ხო უნდობლობა სისასტიკე დაუნდობლობა და რა გავიარეთ რა არ გააკეთეს რა არის ხო კეპტაპალისებულის პრიმიტიული პირველყოფილ ფორმაში ჩააგდეს მასები ხალხთა მასები შემდეგ კიდე სხვა ეპოქები მოვიდა და ასე შემდეგ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის გამოსავალი და ხსნა არის წმენაში ამიტომ რომ არ გითხრას მაცხოვარმა ჩვენ საყვედური უნდა წმენაში არ უნდა ვიყოთ მოდუნებული წმენაში უნდა გავხდეთ და გავხდეთ წმენაში და გავცოცხლდეთ და გავმტკიცდეთ და წინ წავიდეთ სულიერად და ამაზე არის ლაპარაკი და მინდა ეს გისურვოთ და რა თქმა უნდა როდესაც ადამიანი მოინათლება როცა ქალაქის ნათქვამი გათაციხებს ეწმენებს იგი მათციღებს ღვთისა 7 ნიჭიანი ჭევალცხანაყოფის დავალება ეძლევა ათასნაირი აი რომ 7 საიდუმლოა და ასე შემდეგ ყველანი ერთად ხელს უწყობს მაცხოვარი რომ წინ წავიდეს მაგრამ თუ არ ირწმუნებს და არ იღებს ნათელს დაისჯება დაისჯილი არის ესეთი ადამიანი ფაქტიურად ღმერთი კი არ ის და რაღაცა სპეციალურად კი არ ეძებს მომენტს რომ გამოიჭიროს და აი რაღაცა ცოტა ჩაიდინა და აი მოდი გამოგიჭირო და აქცენტი და ამის სიამოვნება მივიღო როგორც უზურპატორმა ნუ იქნება ეს ხო პირიქით ის ადამიანის შის თავის თავს იმიტომ
შეგრეულად თავისივე თავს თვითონვე აუცხოებს ღვთისაგან და ის რაც ღმერთთან უნდა იყოს, მას ღმერთისაგან განცალკევებულად და გამოყოფილად ამყოფებს. ის რაც ღვთის უნდა იყოს, ის რაც ხატად მიეცემს, გავსებად აქციოს, იმის მაგერად ინდივიდუალურ ეგოიზმში ვარდება და ფრაგმენტულად აიღებს სამყაროს და თავის თავს მხოლოდ საკუთარი თავის მსახურებად აიღებს. და დედამიწას როგორც საკუთარ თავს ორ დედამიწის ჭიპად აიღებს. უმა იმის საწინააღმდეგოშივე დარწმუნდება, რაც თავის მაცდუნებელი, გამუდებული, დაცებული მიმართულებით გონია, რომ არის. ამიტომ ვინც ნათელი იყოს და წვენეს, იგი სხონდეს და ნათელს. შემდეგ რა თქმა უნდა მოციქულებს ეუბნება, რომ უქადაგეთ სახარება ეს პოლიცია დაბადებას. არა მარტო მოციქულებს, ფაქტობრივად ჩვენს გეუბნება ამას. რატომაც არ უნდა იქადაგოს ხა მოციქული ადამიანი. რომ მოციქულს კურთხევთ, იქადაგოს რო ქუჩაში გაყვიდე და გაუშვათ ის ვიღაცასთან მიხვიდე და დაუწყო ქადაგება, იფიქრებს ვერ გაიგებს გაგიმა. მაგრამ საერთოდ თუ საქმე არის საქმელი, რატომაც არა, საქმელი არის სადღაც ახალ თუ წასულია სულხაზე ხარ, ოჯახში ხარ, თუ ადეკვატური ფორმისა და ვთქვათ რაღაცა ეტიკეტის ფარგლებში ხომ შეხედო. თუ ადამიანი ითხოვს სულიერი მოწყალება ყველაზე მაღალი დონეა, ითხოვს შენგან თბილ სიტყვას, ღვთის სიტყვის ჩაწვეთებას, როდესაც ჩვენც რომ მოვიქეცით ვიღაცამ რაღაცა გვითხრა, ალბათ ხომ ესე არ უნდა ჩამოვიდე ჩვენს გულში. ვიღაცა მან წიგნი მოგცა, ან რაღაც სასწავლე მოხდა, ან რაღაც მომდომნელი რაღაცა გავიგეთ ისეთი რადგან რაღაცისგან გამოგამკურნა, რაღაცა გავიგეთ, რაღაცას გადავჭით, რაღაც დაყოლება გადავლახეთ და მე მივხვდით რომ ეს ქრისტიანი. იმიტომ რომ ეს სახელი, რომლის წინაშე მოილიკება მუხლის ზეცაში მიწას და მიწის ქვეშ, უხეთ შეგვიძლია ეს სიმბოლურად ეს თემი საფოს სახელი, ეს სახელი ამით სასწაულები ხდება და მისი მოხმობისას ჩვენ მოვიქეცით ყველა რაღაცა თავისი ფორმით. იმიტომ თუ შეგინდა რომ სხვაც მოიქცეს, ზომიერად შენი გულისა და შენი სულიერი საზღვის პროპორცია უკადაგე შენს, იქადაგე, რატომაც არ უნდა უკადაგე, უთხრა. რატომ უნდა უთხრა? თუ კი ლანძღავენ ეკლესიას, ლანძღავენ სასულიერო პირებს, ანტიქადაგებას ასრულებენ, ხო? ლანძღავენ და გმობენ საფრთხო საიდუმლოებებს. შენ რა უნდა გამოიგო ხმა. რაღაც აგრესიულობა კი არ უნდა გამოხდე რაც თუ შენ მასტურ არასწორ სწავლებას რაღაცა გამუდმებულ სწავლებას გეუბნები არა ისეც რაც განსხვავებულია მართლაც საწმენისა რაც განსხვავებულია ადამიანის სულის ცხოვრებას ადამიანის წარწმენს მისი დაჯერება არასწორი სწავლებები ხო ხა ეს დიდი თემაა შენი მართალი სიტყვა სადაც საჭირო უნდა თქვა მე გავადრო და იტყვი ამ და როგორ ავთქვი მე ეროვნულ შემთხვევაში ყოფილი როგორ უნდა მეთქვა რაღაცა ის იქნებ შენ რო გეთქვა ის რაღაცა სხვანაირად წარმართული რაღაცა სხვა იმას შენ რა მოქცეული ხო თორე ყოველშვენ შენ სიმის და მაინც იქნებოდი მართალი რომ აი თქვი და სხვა რომ თქვი ალბათ რომ მაინც ზეცასთან მე ჩემი ვალი მიხადე რომ თქვი და მომეშვა ეს დაძინებულია თქვი თუ საჭიროა სასიცხოვრა აბესიცურას იძახი სამართლოს იძახი რატომ უნდა ისმინო დაუმსახურებელი ლანძღვა ეკლესიისა, სასულიერო პირებისა და ასე შემდეგ არ ჩამოთვიხარ ნეგატივს, ხო? შენს თქვი შენი საქმე, თუ კი ის საწინააღმდეგოს კადნიერებას აძლევს თავის თავს, მისი უცოდინარობისა და უწმუნოებისა და გულბიცხებისა და გულგაფრთხილებისა და გულსიბძიმისა თუ ასე შემდეგ გამო, შენ კულტურული ფორმით რატომ შეგიძლია სიყვარული თანხილო ის, ამას ის კულტურა უნდა თავის და ამასაც თავის სიმძლავრე და მოგეცემა. შენ რო არ გონია ზოგიერთი ისეთი კონფლიქტური სიტუაცია არის, რომ ჩვენ ცხოვრებაში მისაკონი მოწმუნებს, ხო? თუ ეხლა წესით უნდა გადაერიოს ეს ადამიანი და თუ რაღაცა სასწავლო და დაახოს თავზე ყველაფერს რომ თქვენ, ხო? ეგეთი რომ აი გააბოლა ხა გადაერო. არა და ისეთი სიმშვიდე მოვა. მე და სიმშვიდე ჩვეულებრივობაში ვიყო ისეთი სიმშვიდე მოვა, ისეთი დასწრება, თქო შენ რაღაცა გამკვირვებელი ხარ რაღაცა აბსოლუტურად გვერდზე მდგომი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც შენ თავს აკვირდება. თითქოს შენი თავიდან გამოგვიდა და გვერდით უყურებ შენ თავს როგორია, რა შუა. თითქოს რაღაც გულგრილად წოვნი და ობიექტურად აანალიზებ ამას და აკვირდები. ეს სულიწმინდისგან მოცემული სიმშვიდეა. უბრალოდ ტრივიალური სიმშვიდე არ არის და მოთმინება. გონია ვერ მოიწვე, გეძლე როგორც. და ამაზეც მადლობა შეეძლო თქვენს. მოკლედ აი ესეთი სასწავლებს აღასრულებს უფალს ცხოვრებაში ყოველ დღე და აქაც შემოგვიყვება სასწაულები ხო, რომელიც ენა ეშმაკს განდევნიდემ ეშმაკთაო, ენათა ახალთა იტყოდიო, გველთა ზამ
გვერდს შეფოთდა არაფერი ელოს მაგრამ სეულთა ხელს დაადებენ და განუუნებოდიან და ასე შემდეგ ჩამოთვლილი ხარშო და ასე შემდეგ რატომაც დიდი პოტენციალი აქვს ადამიანს თქვენში არის ეს ყველაფერი ის სახელით აუცილებლად წმინდანი იყო რაღაც ანუ ვახნარს ვეთე რომ გააკეთო რაღაცა ხარ ის სახელით თქვენ ცხოვრებაში სასწაულები შეგიძლიათ მოახდინოთ ისეთ ძალა ქრისტესა და ამოთა რომ რაღაცა ჭინჭებზე და ზეწავდაში და ხო რაღაცა ამოებათა ამოებაზე ისეთი ხა ჭინჭებზე და ბალანსზე და სიზიფიდურზე რაღაცა ისეთ საკითხებზე რაც შეგიძლია რომ გააკეთოს რაც მე არ შემიძლია შენ შემაძლებელი და მერტო იმის სახელით თქვენ ცხოვრებაში თებს გადააარქვით და ვიწყოთ კენჭები პრობლემის ჩაგდევარდა ისეთ საკაქცევს პატარა კენჭით რომ ვიდეო ხო აგული დასანახი იგი რო აუბრუნებს და კენჭებია ყველასა ის პატარა როგორია კარაფერი ისერაფერი ისეთ დაგაქცევს ცოტა დღეს აცდება სანტიმეტრში ხოლმე აცდება მეტრში ზეგასდება კილომეტრში და გადავიდა ადამიანი წავიდა ერთი დღე არ მოვიდა, ორი დღე არ მოვიდა, ერთი კვირა არ მოვიდა, მე არაუშავს მახვის მერე მივალ, მე მახვა გავა, მე შობის მერე მივალ, მე იმის მერე მივალ და გავიდა წლები და არ მოდის ადამიანი. მოვიდა ადამიანი ამასინოთ ახლა და ნუ სახე არ შეგვიძლია, მე წელი არ ყოფილა, 5 წელი არ ყოფილა, არაუშავს, მაინც კარგია მოდი, ნურაფერს გლობია. დავაგვიანე, მაგრამ მაინც კარგია, გვიანდი არასდროს ავქნა, მაინც მიხარია, მაგრამ ეხლა ის რომ აცდები, მე ის უკვე არაფერი, ის მარხვა არაფერი, როცა არაფერი, ის არაფერი არ შევს. ასე რომ მათი მომდევნობა მოკლედ მედი სიყვარული მათი მომდევნობა ერთწმენა საფრთხეობა სასწრება იმედი და სიყვარული კი გაქვს უბრალოდ დაუნამის ეკონომია ისედაც საფრთხე გადასახადებს და ამდენ იმებს გაზი წყალი სინათლე ისა რა ვიცი რაღაცა სუპერაფერს ჯარიმა ისა რა ვიცი და ამაზე კაი ბატონო გავაკეთოთ ეკონომია რა ამ სიყვარულის ეკონომია ჩვენში არ არის ხო შეგვიძლია არ გააკეთოთ ის ეკონომია ამდენქიდა გაუშვი ეს სიყვარული გაუშვი და დაგიბრუნდება თუ არ მივა გაუშვი შენ ეს სიყვარულის თავა დაგიბრუნდება ხო ვაზობ მე არ ვიცი რა ადეკვატური ფორმით რაღაცას მივარდნე სიყვარული საერთოდ ვიცი ისე ქედი რომ გაუშვი ეს სიყვარული აცნობილი ეს სიყვარული რაღაცა ხო და ამ სიყვარული ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება თან როგორც ისება ის იგივე კი არ დაგიბრუნდა რაც გაუშვი გაათმაგება იცი იქ უკან მოდის უკვე მე შენ უნდა გაძლიერდე რომ მიიღო იმას კიდე დახვედრა უნდა ზოგი სიყვარულს ის გაუშვებს და ნიავი მოვა ნიავი კი არა ის სიყვარულს გრიგალი მოვა ზოგჯერ რომ მე მიდი გაუძელი თუ არა მოგისკლიჯო კლიანას იმას კიდე თავისი ძალა მოიცი გაუშვებს სიყვარულს ნიავი და მოვარდა ისეთი გრიგალი რომ მე წაგიბოს შეიძლება ამიტომ იქაც თავისი კულტურა უნდა ესვე უნდა ქონდეს მხარი რომ გაუშვო სიყვარულის ციკლებს რა უნდა ისე არ მეკნა რომ სიყვარულის ციკლმა წაგლებს იქ თავისი ძალა აქვს სტიქიური ის კი არ არის რა სტიქიური მეგობრობა კი არ არის სიყვარული ეს არის თესადამოვლელი ხელთუქმელი ენერგია მადლი მერქია სიყვარული ამიტომ რომ მოდის დიდი ძალა კოსმიური ძალა იმას გაძლება უნდა და დატევა უნდა მოკლედ დიდი თემა ლექციას ვაძლევს გლოცავს სიყვარულით და ასე რეალურად სიყვარული ყოველდღე გაზრდას ამინ